Acme Fishing Company, რომელიც დაფუძნდა რამოდენიმე წლის წინ, ჩვენ პასუხისმგებლიანი კომპანია, რომელიც ზრუნავს გარემოზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიოუსაფრთხოების დაცვა და აქედან გამომდინარე ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პირობები და საერთაშორისო სტანდარტები იყოს დაცული. პირველ რიგში უნდა ჩატარდეს კვლევები. ჩვენ ეს კვლევები დაწყებული გვაქვს უკვე 2 წელიწადია. ჩვენ ჩამოვიტანეთ ნორვეგიიდან სენსორული ტიპტივები, რომლებმაც შეისწავლეს ადგილობრივი დინება, ქარი, ტალღა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამის შემდგომ შეიქმნა მოდელირება, რომლის მიხედვითაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია ამ ტერიტორიაზე ინვესტიციების ჩადება. საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული მიმართულება აღებული და ვფიქრობ დროულიცაა საზღვაო აკვატორიის ათვისება მარიკულტურისათვის და თევზის წარმოებისთვის, მით უმეტეს ამის პოტენციალი, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქვეყანას. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ჯერ ორხუსის კონვენციის საფუძველზე და გარდა ამისა კიდევ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით საჭიროა ეს ყველაფერი სინქრონულად გაკეთდეს და ურთიერთშეთანხმებით, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოა მოსახლეობასთან ერთად საერთო ენის გამოძებნა. ეხლა დღევანდელ შეხვედრაზე არის ისეთი საკმაოდ საინტერესო კითხვები და ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ გონიკვარიათის ზონა ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ტურისტული ზონა და მოსახლეობის გულისწყვილის და შიშის საკმაოდ საინტერესოა და საკმაოდ საფუძვლიანია, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს გარკვეული შემოსავალი აქვს, სტაბილური შემოსავალი აქვს ამ საქმიანობით და ეს რისკებიც ბუნებრივია არსებობს მათ გულში. თუმცა მე ვფიქრობ, მანამ სანამ გადაწყვეტილება მიიღება და საქმიანობა დაიწყება, მანამდე კიდევ დამატებით გარემოს ზედამხედველის გარემოს ზემოქმედების შეფასება უნდა გაკეთდეს, სადაც ეს რისკები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხში მოსახლეობასთან უფრო ინტენსიური კომუნიკაცია, საუბრები, დისკუსიები, თუნდაც აი ამ შეფასების კომპონენტში მათი თანამონაწილეობის უზრუნველყოფა, რომ საკუთარი თვალით დაინახონ და გაითავისონ აი ეს რისკი რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად საფრთხის მომტანია. იმიტომ რომ რამდენიმე რისკი, რომელიც მე დავინახე აქ, სრულიად საფუძველს მოკლებულია, იმიტომ რომ საუბარი იყო იგივე საკვების ნარჩენებზე. საკვები გამოიყენება თევზის საკვებად, ჩვენ ვიცით რომ სხვა არის თევზისა და იხთიოფაუნის წარმომადგენლებისა, ის ორგანული საკვები, რომელიც გამოიყენება თევზზე, შეიძლება ნარჩენის სახით ზედმეტი რაოდენობით ზღვაში მოხდეს, იგივე გამოყენებული იქნება სხვა სახეობის ველური იხთიოფაუნის წარმომადგენლობისთვის. გარდა ამისა, ზღვაში არის ფიტოპლანქტონები, ზოოპლანქტონები, რომლებსაც მთლიანი ეკოსისტემაა შექმნილი და ის ორგანული ნარჩენები, რაც რჩება თითოეულ სახეობას, ეს ათვისება ხდება მთლიანად ამ ეკოსისტემის და პირიქით. მე ვფიქრობ, უკეთესიც იქნება იმისთვის, რომ შავ ზღვაში მიმდებარე ტერიტორიაზე ის ველური იხთიოფაუნის წარმომადგენლები უფრო შეიძლება მომრავლდეს და პირიქით ხელშემწყობილ იყოს სარეწაო თევზჭერისათვის. 100 ჰექტარზე სადაც მოხდება გალიების ჩადგმა და წარმოების მოცულობა, როგორც აღნიშნეთ, დაიწყება ეტაპობრივად 1800 ტონიდან და ამის მერე კვლევები უნდა ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შექმნა. ეს კიდევ უფრო ვრცელი და კომპლექსური დოკუმენტია, ვიდრე თქვა სანებართო განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი განხილვები უნდა ჩატარდეს ადგილზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ჩაიარა შეხვედრა მოსახლეობასთან, შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხმა და მათი განწყობები, ჩვენ გავითვალისწინებთ მათგან მიღებულ ყველა რჩევას და რეკომენდაციას, შესაბამისად ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ერთობლივად შევძლოთ ამ პროექტის განხორციელება. პროექტის იმ ტერიტორიაზე განხორციელება, სადაც თვითონ გონიოელები ცხოვრობენ, ვფიქრობთ, რომ
ასე ვთქვათ, ერთმანეთთან თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე ხდება ეს შეხვედრა, ეს იყო პირველი ჩვენ შევეცდებით რომ ჩავატაროთ კიდევ რამოდენიმე შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, იმისათვის რომ მათი განწყობები, ასე ვთქვათ, გავიგოთ მათი სურვილები და მათი რეკომენდაციები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ და ღიები ვართ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებულები არიან, თუ რომელ ტურისტულ ზონებში არსებობს მსგავსი ტიპის აკვაკულტურული გალიები განთავსებული, ვაჩვენოთ, ასე ვთქვათ, გავათვითცნობიეროთ და შესაბამისად მივცეთ აღნიშნული ინფორმაცია. ეს რა თქმა უნდა ღია წყაროებში იძებნება და შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია თვითონაც მოძებნოს, თუმცა ჩვენც მზად ვართ იმისთვის, რომ აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს კონტეინერებია თუ გალიებია თუ რაღაცები რო ჩაიდგმება, ჩვენ არ ვიცით ტურისტის ყურამდე როგორ მივა, რა სახით მივა. ჩვენ გინდა თუ არა დამოკიდებული ვართ მათ შემოსვლაზე, იმისგან მიუხედავად, რომ გადავიხადოთ ვალები. უდიდესი ვალები, 10 წლიანი, 12 წლიანი ვალები. თქვენ ჩვენს ადგილზე რანაირად მოიქცევოდით, რა სიტყვოდით, როგორ დაეთანხმებოდით, გინდა თუ არა, სიფრთხილე გმართებს ყველას. ეს ამხელა აუზები, ჩემი აზრით, გონიოს კვარიათის სარფის ახლოს 2 კილომეტრი დაშორებით ძალიან პატარა მანძილია. 130,000 ტონა თევზს რო იწყებ გაკეთებას, ჩემი აზრით, თავიდან სწორედ გათვალონ, ისე რომ მერე პრობლემები აღარ შეექმნას, არც მათ და არც ჩვენ. იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხას დებენ ეს კომპანია, ვინც გინდა ის იყოს ვენაცვალეს სულში. გააკეთონ, გამრავლონ, ჩვენთვის საჭიროა საქართველოსთვის და მიხედონ სწორედ და მართებულად, რომ პრობლემები არ შეგვიქმნას ხვალ ზეგ ჩვენს ლამაზ გონიოს და ლამაზ პლიაჟს. კალმახს და ურაგულს აი ესეთი სპეციფიკური სუნი არ ახასიათებთ და შესაბამისად ამის რისკსაც მე ნაკლებად ვხედავ. აქ საუბარი არა გალიიდან თევზის ბადით ამოღებაზე, რომელმაც შეიძლება სუნი დააყენოს, ეს ერთი, არამედ მილებით ავტომატურად ამოღებაზე. ანუ თევზი წყლის ზემოთ არ მოხდება, უბრალოდ მილებით იმ გალიებიდან ხდება სეინერებზე გადატვირთვა. იქნებ საქართველოში უკეთ დაიცვენ, მაგრამ მე გარანტია არ მაქვს. არაფრის. ამიტომ მირჩევნია ჩემი შფოთვა, ღელვა რომ არ გამოიწვიოს. ისეთ ადგილებში ჩაალაგონ ეს გალიები, სადაც არ იქნება დასახლებული პუნქტები, რომელიც არ მიეკუთვნება ტურისტულ ზონას. აი ეს იქნება ჩემი, რა ვიცი, ვედრება, ხვეწნა თუ რაც ქვია, თხოვნა. პირველი ეტაპი მოიცავს 6 გალიას, შესაბამისად მოიცავს შესაბამის ინდუსტრიას და ჯაჭვურია ეს ყველაფერი. ჩვენ თანამშრომლობთ ნომერ 1 აკვაკულტურის მწარმოებელ კომპანიასთან, ნორვეგიულთან, აკვაგრუპთან და შესაბამისად მათთან ერთად ვახორციელებთ აღნიშნულ პროექტს. ეს მიმართულება საერთოდ საქართველოში განვითარებული არ არის და შესაბამისად გვინდა რომ ინდუსტრია ასე ვთქვათ შევქმნათ და შევძლოთ საქართველოს ბაზრის მომსახურება. ჩვენ ძალიან გაგვეხარდება თუ კიდევ რამოდენიმე აქტორი გამორჩდება ბაზარზე, რომელთან ერთადაც შევძლებთ აღნიშნული პროექტის განვითარებას. თუმცა ჩვენ გვაქვს იმის რესურსები და შესაბამისი ცოდნა იმისათვის, რომ ეს ჩვენ თავზე ავიღოთ და შესაბამისად ქართული ბაზარი მოვამარაგოთ. წელს ჩვენ შევამცირებთ ყოველწლიურად სამწუხაროდ კავშირის ოდენობას. არის ერთი რომ სხვადასხვა დინამიკაში საკმაოდ სოლიდური გონდა ჭერილები და შესაძლებლობები შარშან მაგალითად ჩვენ ერთ გადაღებაზე გადავიღეთ 400,000 ტონა კაფშია გადავიღეთ კონკრეტულ მომენტში. მაგრამ სამწუხაროდ ეს თევზი გაიბნა და წავიდა. ვერ შევძელით იმის ათვისება, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ორი ტიპის სამსვლელ კვლევას. ეს არის არსებული ინფორმაციის დაყრდნობით მათემატიკური მოდელირება. ამის სპეციალისტები გვყავს მერთმა ქნარაზე რომ მოგცა ამის საშუალება რა დღეს გვაქვს და მეორე აკუსტიკური გადაღება. ესეც ტექნიკურად საკმაოდ რთული საქმეა, პირდაპირ დათულა თევზის. ანუ ჩვენ ერთის მხრივ პირდაპირ თევზს ვითვლით, მეორეს მხრივ ვაკეთებთ მოდელირებას იმ დაჭერილი თევზიდან. იმ მონაცემებისა. სამწუხაროდ მოდელირების სურათი ფლად კარგ შედეგებს არ გვაძლევდა და ამიტომაც სიძულებული ვიყავით წლიდან წლამდე ჩვენ კვოტა შეგვემცირებია და წელს კიდევ უფრო შევამცირეთ 70,000 ტონა გვაქვს კვოტა, თუმცა
კიდევ ერთ რომ ამბობ შესაძლებლობა იმის რომ კაფშია შეიძლება არ წავიდეს თურქეთს და შემოვიდეს ჩვენთან და თუ დაფიქსირდება სათანადო რაოდენობა ჩვენთან ძირითადად შავი ზღვის კაფშის შემოსulis დიდი ოდენობით ამ შემთხვევაში ჩვენ მიტოვებთ საშუალებას რომ გარკვეული კვოტის ფარგლებში მოახდინოთ ამის ასე ვთქვათ ათვისება ეს ჩვენ მაქსიმალური ჭერი თუ არ ვცდები 105,000 ტონამდე გვაქვს ეს იმ მოცემულობაში თუ თევზი ბევრი შემოვიდა შარშან პირველი წელი იყო, როდესაც კაფშის ბარაგის ძირითადი რაოდენობა ათვისებული იქნა ჩვენი მეთევზეების მიერ. რა თქმა უნდა, პრობლემა იყო ფლოტის მსხვილი თევზჭერების და ჩვენთან სულ ერთი გემი იყო, სულ თავიდან ერთი გემი იყო ისიც ჩამორთმეული, შემდეგ უკვე იყიდა ჩვენმა ფლოტმა ერთი გემი კიდე იმას დაებატა ლიზინგით 2 შემდეგში და ძალიან წვრილმანი იყო ჩვენი ფლოტი იმ შესაბამისობასთან, რომ ყოველწლიურად ჩვენთან შესაძლებლობა იყო 50-დან 100,000 ტონამდე კაფშის რეწვის. გამიგეთ, შარშან იყო პირველი პრეცედენტი, 8 გემი გვყავს უკვე ჩვენ, 8 ისეთი გემი გვყავს, რომელსაც შეუძლია ყოველდღიურად 1000-მდე ტონა და უფრო მეტი თევზი დაიჭიროს. და შარშან სხვათა შორის თურქული გემების წილი ამ ჭერილში იყო მინიმალური. მაშინ, როდესაც წინა წლებში თურქული გემების მეშვეობით ხდებოდა, ამის ჭერა ხშირად პირდაღებული თემაა, რომ აი, თურქეთს გადაცეს ყველაფერიო, თურქებზე გაასხვეს ეს ზღვა, ეს მტყვილია პირდაპირ გეტყვით, 5-ვე ლიცენზიანტი ქართველებია. 5-ვე ლიცენზიანტი არის ჩვენი, ასე ვთქვათ, სარგებელი ძირითადი ამ რესურსიდან. 5-ვე ვალდებულებები ამ 5-ვე ლიცენზიანტი აქვს. ამ 5-ვე ლიცენზიანტი აწარმოებს ჩვენთან სამეწარმეო საქმიანობას იმ 5 გადამამუშავებელ ქარხანაში, პლუს სამაცივრო მიმართულებით, რომელიც მათ აქვს. ზოგადად მიდგომა რესურსის მიმართ შეიცვალა, თუ საბჭოეთის დროს მაგალითად მიდგომა იყო ესეთი, რომ რესურსი უნდა მოხმარებული ყავდა და ძვირფას სარეწაო რესურსად ითვლებოდა, რაც გემრიელია და რასაც ასე ვთქვათ, ფინანსური გამოსავალი აქვს და ბიომრავალფეროვნების კუთხით საერთოდ არ ექცეოდა არაფერს ყურადღება. პირდაპირ გეტყვით, რომ თევზი რომელიც იყო წვრილი, ითვლებოდა სარეველად. ანუ სარეველად თევზი, როგორც ეს ტერმინი. დღეს მაგალითად სარეველად თევზის ტერმინი გამქრალია, იმიტომ რომ ყველა თევზს აქვს ბიომრავალფეროვნების დატვირთვა. მნიშვნელობა არა ის ვთქვათ, მას აქვს ვთქვათ, საკვებად ის ვარგისია, აქვს გამოსავალი თუ არა. კონცეფცია შავ ზღვაზე მიღებული ვერ იქნა. საბოლოო ჯამში შეთანხმება იმაზე, რომ ერთიანი წესებით მომხდარიყო რესურსის მოპოვება. თურქებს მაგალითად აბსოლუტურად განსხვავებული მოდელი აქვს სარეწაო მოპოვების ვიდრე ჩვენ. ჩვენ ვიცავთ კვოტას, ისინი იცავენ თევზის ზომას. მაგრამ იცავენ ამას ფორმალურად. ისინი ამბობენ, რომ ვიცავთო სინამდვილეში 9 ქარხანა მუშაობს და უწვრილი თევზი მაინც მიაქვს და მაინც ანუ ერთგვარად სირაქლემას პოზიცია უფრო მათი არის რესურსთან დამოკიდებული ვიდრე ჩვენთან. ჩვენ მაინც ვამბობთ, რომ ვიჭერთ შედარებით ლოიალური მიდგომა გვაქვს სარეწაო ზომასთან. გვაქვს სარეწაო ზომა, მაგრამ ცოტა უფრო წვრილია ის და თქვათ ვამბობთ, რომ ამაზე მეც არ დავიჭერთ. კიდევ ერთ რომ მაქსიმთული ის არის, რომ შავი ზღვა კაფშია მიგრირებს არაერთნაირად ყველა წელს. აფხაზეთია კიდე ერთ-ერთი ფაქტორი, ის რომ აფხაზეთში ასევე მიმდინარეობს ჭერა და ამ რთულ, ასე ვთქვათ, სიტუაციაში გვიწევს მაქსიმალურად დავიცვათ ის პირობები, რომ კაფშია შემდეგ წელს ისევ დარჩეს. შემოსაზღვრად ამას ემატება ბუნებრივი პრობლემებიც. წელს მაგალითად უპრეცედენტო წელი გვაქვს პელამიდას გამრავლების, ეს მტაცებელი თევზი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ტექნიკურად ვერ ვიჭერთ, არის შემოდი, მაგრამ თურქებმა დღეს მოცემულობით დაჭერილი აქვს დაახლოებით 60,000 ტონამდე პელამიდა. აი წარმოგიდგენთ 60 მილიონი კილოგრამი პელამიდა აქვს დაჭერილი თურქებს დღეს. და არ არის ინვაზიის ადგილობრივი სახეობა, უბრალოდ მას ახასიათებს პოპულაციური აფეთქება. ეს ძალიან გავს სკუმბრიას, მშვენიერი სარეწაო თევზია, უბრალოდ არის მტაცებელი და სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს კაფშიაზე. იმდენად სერიოზული, რომ მაგალითად ჩვენ ხომ ამბობთ, რომ 60,000 დაიჭირავ და პირობითად მოდით თქვათ, რომ 100,000 ტონა პელამიდა არის წელს შემოსული შავ ზღვაში. ყოველდღიურად მას 1-2% ყოველდღიურად ჭირდება საკვები მოხმარება კაფშიას.